ნუგზარ ციკლაურთან კოალიციაცილების წევრთან ვიწყებთ საუბარს. ნუგზარ მოგესალმებით. ხარება აღარ არის იმ თანამდებობაზე, საიდანაც საცემების სია ყველა აქციაზე მზად ქონდა და კაცი, რომელიც ამ სისტემასთან ასოცირდებოდა, ძალადობასთან, მუქარასთან, ცემასთან, შეურაცხყოფასთან, გინებასთან, გათენდა და აღარ არის ამ თანამდებობაზე. თქვენ როგორ აფასებთ, რა ხდება ივანიშვილის კარზე? მე ვფიქრობ, რომ სისტემურად არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ ხარება შეცვლის ახალი ხარება და საერთოდ ხარებების ბედი ეგ არის ცნობილი გამოთქმა, ხო? მავრმა გააკეთა თავის საქმე და მავრს შეუძლია წავიდეს. ის არის იმდენად დისკრედიტირებული, რომ როგორ ჩანს აი იმ ცდელობებში, რაც ახლა აქვთ, რომ როგორმე მოახდინონ აი ამ სრული პოლიტიკური იზოლაციის გარღვევა საგარეო ფრონტზე, ასეთი ადამიანები აღარ არიან საჭიროები და პოლიციაში აი ამ ცვლილებებს თუ დავაკვირდებით, იქ დავინახავთ, რომ შესაძლოა, რომ ეს იყოს ერთ-ერთი ნიშანი, ერთ-ერთი ლაიტმოტივი, რომელიც გასდევს აი ამ მოხსნებს. არავის აღარ უნდა ადამიანები, რომლებიც აგინებენ მოქალაქეებს, ცემდნენ, რომლებიც არიან ამაში მხილებულები და ამის თქვათ ვიდეო ან სხვა ტიპის დოკუმენტაცია არსებობს. აი ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს თავად პოლიტიკური სისტემისათვის რაღაცა დიდი მნიშვნელობის ამბავი არ არის. ნუ მათი პიროვნული ბედი ახლა მათზე მეტად არ მგონია ვინმეს აღელვებდეს. თავარი არის ახლა აქ არა ცალკეული პერსონალიების შეცვლა, არამედ სისტემური კრიზისის გადაჭრა, რომელიც უდგას ივანიშვილის ხელისუფლებას. როდესაც ვხედავთ, რომ ის მხოლოდ ამ ნაბიჯებს დგამს, მოხსნას ერთი ადამიანი, მოხსნას მეორე, ეს ნიშნავს იმაზე, რომ მათ რეალურად არ აქვთ ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაჭრას. კი ბატონო, ივანიშვილი ეცდება დიდი ალბათობით, რომ რაღაცნაირი იმიტაცია შექმნას, რომ ის ასეთ ხალხს იშორებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვარაუდობთ ამას, იმიტომ რომ ერთადერთი, რასაც ვუყურებთ, მართლა ამ ნიშნით შეიძლება გავაერთიანოთ ეს მოხსნები, რომ ეს ხალხი არის სანქცირებულთა სიაში. გარდა ამისა, ივანიშვილის კარზე დიდი გადაადგილებები იყო ისეთი მსხვილი თანამდებობებით, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრია, მანამდე ლილუაშვილი. ფაქტია, რომ ის რეაგირებს რაღაცაზე. მაგრამ ახლა კითხვა არის სისტემური კრიზისის გადაჭრისთვის, მას პატიმრებს ციხეში დიდი ალბათობით არავინ აპატიებს, პოლიტპატიმრებს, რომელსაც პოლიტიკური ლიდერებიც მიამატა ციხეში. თუ მან აჩვენა აი ეს გზა რაღაცნაირი, რომ ის თმობს რაღაცებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ფიქრობ თუ არა, რომ ეს შექმნის იმიტაციას კრიზისის გადაჭრის? იმიტაცია შესაძლოა ვინმესთვის შექმნას, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადია ეს არ არის საკმარისი. რატომ შეხედან ეს პატიმრები ციხეში? ჩვენ მათ უწოდებთ პოლიტიკურ პატიმრებს და სავსებით სამართლიანად, არა იმიტომ რომ ვიღაცამ რამე მოიპარა, ან ვიღაცამ სცემა, ან პოლიტიკური ნიშნით. ესენი არიან პოლიტიკური ნიშნით. რამ გამოიწვია ეს მათი დაჭერა? იმან რომ არსებობდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, გაყალბებული არჩევნების და ანტიევროპული განაცხადის გამო, რომლითაც კობახიძე გამოვიდა 28 ნოემბერს. ამის შედეგად პირველად სხვათა შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც გადალახა ბარიერი ოპოზიციიდან, ყველამ ერთად თქვა, რომ ჩვენ არ მივიღებთ ამ ფარსში მონაწილეობას, არ შევიდნენ პარლამენტში და პირველად დაიბადა აი ესეთი მყარი, რომელიც უკვე თითქმის 7-8 თვე არის გრძელდება პარლამენტის არჩევნების შემდეგ, აი ეს ვითარება. მეორე ნაწილი იყო ეს ევროპული უდიდესი გამოწვევა, როდესაც პრაქტიკულად უარი ითქვა საქართველოს ისტორიულ არჩევანზე, არა მხოლოდ ბოლო 30 წლეულის, რაც დამოუკიდებლები ვართ, არამედ ისტორიულ არჩევანზე. ეხლა ექსკურსების დრო არა გვაქვს, მე ვფიქრობ, მაგრამ თვით ვახტანგ გორგასლის ანდერძში წერია, რომ არ დაუტევოთ გზა ბერძენთა, ესე იგი არ დაუტევოთ ევროპული განვითარების გზა და აი ეს იყო პრობლემები. ამიტომ ახლა თუ მათ მხოლოდ გამოუშვებენ ისე, რომ არ გადაიჭერება ის ძირითადი საკითხი, რის გამოც ისინი ჩასვეს ციხეში, ხო, რა თქმა უნდა, რომ შეიძლება იმიტაცია ახსენეთ თქვენ სიტყვა, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს იყოს იმიტაცია, მაგრამ დამაჯერებლობა, რა თქმა უნდა, მას არ ექნება და ეს პოლიტიკურ კრიზისს ვერ გადაჭრის. ანუ მხოლოდ პოლიტპატიმრების გამოშვება, რითაც ის ვაჭრობს ხოლმე ივანიშვილი, როგორც წესი ჩვენ გვახსოვს წინა კრიზისების დროსაც ის იჭერს ადამიანებს, მე ამით ვაჭრობს. მას საქართველოს ასე თქვათ, საერთაშორისო სტატიები გამახსენდა ახლა, რომ სავაჭრო ობიექტად აქვს აი ამ დიდ ბაზარზე სახელმწიფო ფაქტობრივად
ორივად და მის ხელში არა არის დაჭერილი ხალხი, ვისაც როცა უნდა გამოუშვებს, როცა უნდა დაიჭერს, ახლა არავის აქვს ილუზია, რომ ამას მართლა მოსამართლე წყვეტს ადგილზე, ვინ დააპატიმროს და ვინ არა. ანუ მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ახალი არჩევნების ჩანიშვნის გარეშე არ არის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა. დიახ, ეს არის ზუსტად ასე, უბრალოდ ჩვენი უდიდესი პრობლემა არის, სხვა შორის გაისმის ხოლმე ხმები ალბათ ამ თემაზეც ვისაუბრებთ, რომ აი პოლიტიკური პარტიების მთავარი მოწოდება არის არჩევნებში მონაწილეობა. და უნდა მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ არჩევნებში, რომელიც გვიახლოვდება. აქ პრობლემა სრულიად სხვა რამე არის. დიახ, ვეთანხმებით, რომ პოლიტიკური პარტიების მთავარი მისია არის არჩევნებში მონაწილეობა და გაზომვა იმისა, ვის რამდენი უჭერს მხარს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს არ არის არჩევნები, რაში მონაწილეობისკენაც მოგვიწოდება ხელისუფლება. ხელისუფლებას ახლა სურს როგორმე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოაჩინოს აი ამ კრიზისის გადაწყვეტის გზად. რომ გითხრა თქვას შემდეგ, რომ აი მიიღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა. ვიღაცა მიიღო ამდენი ხმა, ვიღაცა მიიღო ამდენი ხმა. შესაძლოა გაუმჯობესებულიც კი იყოს თვით საარჩევნო დღეს რაღაც ვითარება და აი ისინი ამით ცდილობენ, მაგრამ ეს არის ფარსი. ეს არის ტყუილი და შეუძლებელი. ზურაბ ჯაფარიძის გამოგზავნილ წერილში საუბარია, რომ ეს არის ტყუილი და ამაში არც ერთ ტყუილში მონაწილეობა. თავარი სიტყვა არის, დიახ. არ არის სწორიო, არც ერთ ტყუილში, შინა პერიფრაზია მისი წერილის, მაგრამ მაინც ზურაბ შემთხვევით არ მიხსენებია თქვენი კოალიციის ორი ლიდერია ციხეში და ნიკა გვარამიასაც ამოეწურა გადახდის ვადა გირაოსი, მან არ გადაიხადა ეს გირაო და 13-ში აქვს პროცესის ჩანიშვნული, როგორც პროკურატურამ გითხრა, ახალი პროცესის ჩანიშვნას არ მოითხოვენ და როგორც ჩანს 13-ში დააკავებენ ნიკას. ხო, ვერ გეტყვით ზუსტად როდის დააკავებენ, სხვა შორის ახლა შევხვდით და იქიდან მოდიოთ თქვენს გადაცემაში. მართლა ბრძანებთ, ალბათ დააკავებენ ძალიან დიდი ალბათობით და მე ვფიქრობ, რომ ეს არის გადაფარება ხალხზე. აი, როდესაც ხდება ესეთი დიქტატორული თავდასხმა საზოგადოებაზე, მე ვფიქრობ, ლიდერებმა, როცა დაუდგებათ აი ესეთი დილემა, უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და გადაეფარონ იმ ადამიანებს, ვინც ახლა იბრძვის. თუმეტეს რომ 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი არის უკვე იქ. რეჟიმი ვერ დამარცხდება მორალური უპირატესობის გარეშე. მეცაც ვიტყვი ქართული ოცნებისათვის და საერთოდ ამ ტიპის რეჟიმებისათვის ახლა მთავარი ამოცანა ის კი არ არის რომ ამომრჩევლებს თავი მოაწონონ, რომ დაპირდნენ რაღაცა. უკვე ყველა მიცის რომ მათი დაპირებები არის ბლეფი, მათი სიტყვები არის ტყუილი, როგორც ზურაბ ჯაფარიძემაც დღეს თქვა თავის პოსტში. ახლა მათი ამოცანა არის რომ ჩვენც გავხდეთ მათნაირები, ჩვენ დავკარგოთ მორალური უპირატესობა და თუ ორი სინდის გარეცხილი ადამიანი არის, ან პოლიტიკური პარტია, ან 10, რა თქმა უნდა, იქ უფრო ადვილი არის ქართული ოცნებისათვის, მას აქვს მეტი ფული, მას ყავს ბევრი ხარება, თუ ხარება შემცვლელი, მას აქვს რაღაც ფინანსური ბერკეტები და ამიტომ ასეთ ვითარებაში უნდა შეგვიყვანონ. ერთადერთი, რასაც შეუძლია, აი ის ნათქვამი რო არის, ხო, რაც გინდა დიდი იყოს უკუნი, ერთ სანთელს შეუძლია მისი განათება. ახლა არის მორალური უპირატესობების დრო, ახლა არის ლიდერების მხრიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმის დრო, რომ მან მიიპყროს ქართველი ამომრჩევლის ყურადღება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე საუბრით, ვერავინ ამ მორალურ უპირატესობას ვერ მიიღებს, მით უმეტეს რომ ეს არის ფარსი. საქართველოს წინაშე პოლიტიკოსმა უნდა განსაზღვროს რა არის დღეს მთავარი პოლიტიკური ამოცანა. ეს არის არჩევანი ევროპულ გზასა და როგორც გვეუბნებიან ირანის, ჩინეთის და აი ამ სამყაროს შორის. გზების მოხრეშვაზე კი არ არის ახლა ქართველი ადამიანის გონება დაკავებული. ის დაკავებულია იმით, რომ ევროპული გზის მიმდევარი იყო ყოველთვის. ამიტომ ადგილობრივ არჩევნებში შესვლა ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ორ სოფელს შორის რაღაცა გზა არის, ან თხრილი გააკეთეს, ან სხვა რამ, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური ამბავი. და სიმართლე გითხრათ, მე როდესაც ვამბობდი, რომ ერთსულოვნად პარლამენტის არჩევნების შემდეგ ყველამ თქვა, რომ ჩვენ აი ამ ტყუილში მონაწილეობას არ მივიღებთ, აი ამ სიბილწეს არ შევეკრებით. ხო, როდესაც ეს თქვეს, მე მართლა აღთოვანებული ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, რომ პოლიტიკური პარტიების ასეთი ერთობა მოხდეს. 2020-ში ჩვენი ეს ერთობა გაცხდა, ხო? კი ბატონო. ეს იყო ძალიან დიდი რამ და ახლა აი
ამ მოსაზრების მართლა მორალურად ძალიან ამაღლებული პოზიციის ცვლილება მე ვფიქრობ რომ არის უმძიმესი დარტყმა პირველ რიგში პარტიებისათვის. ბატონო გზარ და პარტიების ნაწილმა მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. მოგიწევთ თუ არა თქვენი პოზიციის გადახედვა თუ მიუხედავად ამისა თქვენ მათ დატოვებთ მარტო ამ ბრძოლაში? იცით ძალიან მტკიცი არის ჩვენი პოზიცია. ამის შესახებ საუბრობდით რომ გვინდოდა გაგვეხსნა დისკუსია. მაშინ პრაქტიკულად ყველა გახარიას გარდა, რომელსაც რაღაც ორჭოფობა ეტყობოდა, მათ შორის პარტია ლელოც გამოვიდა და მე ვნახე ისეთი მძიმე სიტყვები 28 ოქტომბრის ბატონი მამუკა ხაზარაძის ის ამბობს რომ ვინც ახლა დაიწყებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი ის ღალატობს იმ 50-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს რომელიც ციხეში ზის და ეხლა აი ესეთი ტრანსფორმაცია ამ პოზიციის სიმართლე გითხრათ და იმ პირობებში თან როდესაც არ არის არანაირი ახსნა განმარტება რატომ მოხდა ეს ცვლილება პოზიციის სიმართლე გითხრათ აი ძალიან ბევრი დასკვნის თუ ფიქრის საფუძველს ბადებს და ძალიან კარგი იქნებოდა რომ კარგად განმარტებულიყო ეს ყველაფერი. ჯერჯერობით ვერც ერთი არგუმენტი ჩვენ ვერ მოვისმინეთ. არ გაქვთ მცდელობა ამ განმარტებების თქვენ ერთმანეთს ესაუბრებოდით შესანიშნავად ქონდათ ამის გამოცდილება, ხომ? განსაკუთრებით ლელოს და ახლებს გულისხმობ, თქვენ არ ქონდათ კომუნიკაციის პრობლემა. არც ახლა არ არსებობს კომუნიკაციის პრობლემა. ამიტომ ვაზუსტებ რომ ეს არის ვერ მოვისმინეთ არგუმენტი თუ არ იზიარებთ მათ არგუმენტებს. არა, ჩვენ არ ვიზიარებთ ამ არგუმენტებს, მაგრამ ჯელობაც ხო ეგ არის, ხო, როდესაც შეხვდები, სხვა გეტყვის თავის ახალ არგუმენტებს და არ ხვდები, ამის თქვა მინდა. იმდენად საჯარო იყო ეს გამოსვლა. იმდენად არანაირი მცდელობა არ არსებობდა, რომ ყოფილიყო ამ ტიპის შეხვედრები. იცით, რომ არსებობს რაღაც წინააღმდეგობის ფორმატი, ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად და იქ ხო შესაძლებელი იყო, რომ დაწყებულიყო აი ამ ტიპის დისკუსია, ხო? 26 მაისს ქალბატონი სალომე გამოვიდა და თქვა რომ არჩევნებთან დაკავშირებით რაც იყო ყველას პოზიცია რომ ან არჩევნები იქნება ეროვნული ესე იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ ან და ორივე ერთად სხვა ვარიანტი არ განიხილებოდა და ეს ხო პარტიების შეჯერებული პოზიცია მაგრამ გამოხდა სულ რაღაცა მცირე ხანი და აბსოლუტურად შეცვლილი დიამეტრალურად შეცვლილი პოზიცია მოვისმინოთ. ამიტომ ეხლა როდესაც რახან ქართული პოლიტიკა მართლა მიადგა ეხლა ამ წუთას აი სიმართლისა და სიცრუის ზღვარს. როდესაც ადამიანები ხვდებიან ყველაფერს რომ სიმართლესთან დაკავშირებული იქნება ციხე, სიმართლესთან დაკავშირებული შეიძლება იყოს დევნა, შეიძლება იყოს დაკავშირებული გატაცება, როგორც ეს გუშინ მოხდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მეუღლის შემთხვევაში. ცემა ტანჯვა და ხოლო თუ ოდნავ მაინც ამ სიმართლეს უგანებ, მაშინ შეიძლება ყველაფერი ნორმალიზდეს. ნორმალიზდეს ის რომ ვითომ ხარ პარტია, ვითომ გამოდიხარ ტრიბუნებზე, ვითომ ხვდები ვიღაც უცხოელებს, ვითომ მიმდინარეობდა, მაგრამ ეს ყველაფერი არის ვითომ, ყველაფერი არის ფარსი. ძალიან ხშირად იხსენებენ ხოლმე იმ ცნობილ დისტოპიურ რომანს, რომ რაღაც სადაც სიმართლე ტყუილია, ნათელი ბნელია. ამასთან არ უნდა წავიდე და დიდ ბოდიშ ვიხდი, მაგრამ აი რამდენიმეჯერ იყო მცდელობა, რომ 1990 წლის მოვლენებში ზუსტად გამსახურდია მოეხმოთ აი ამ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად. ბოიკოტის საწინააღმდეგოდ. ხო, რაც არის სრული ტყუილი, იმიტომ რომ მე ძალიან სამწუხაროა ცოტა რჩება იმასაკის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ეს როგორც თვითმხილველმა გაიხსენოს, მაგრამ იქ იყო ასეთი ამბავი ტარდებოდა კომუნისტური არჩევნები 25 მარტის კომუნისტური არჩევნები, სადაც მხოლოდ ერთ პარტიას შეეძლო მონაწილეობის მიღება, სხვა პოლიტიკურ პარტიებს არა და ეს არჩევნები იქნა უარყოფილი, როგორც ახლა, იმიტომ რომ ეს იყო ფსევდო არჩევნები და შემდგომ უკვე ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები. მაგრამ იმ არჩევნებსაც გამოუცხადეს ბოიკოტი ნაწილი. იმ არჩევნებში ნაწილმა არგუმენტის მოყვანა, თავარი ვიყავი ამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ბადრი ჯაფარიძე მოიყვანა ეს არგუმენტი, ის სხვა შორის თვითმხილველია ამ ამბების და შესაბამისად. დიახ, ბადრი ჯაფარიძე შემდეგ იყო იმ პარლამენტის წევრი, მას წილად ერგო პატივი რომ დამოუკიდებლობისთვის მე მიეცა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ხმა, მაგრამ იმ ამბავ
ბოლოში თავარი ის კი არ არის მე კონგრესი რომელიც რეალურად არ ჩატარებულა ის არ თავარია ის რომ კომუნისტურ პარტიას უთხარით ჩვენ უარი და შემდეგ მივიღეთ ამაში მონაწილეობა მაშინაც იყვნენ ადამიანები მე ციტატა მახსენდება სულ კომუნისტური პარტიის ჩატარებულ არჩევნებს მოვუგეთო ეს იყო არგუმენტი და ეს პარალელს უმახსენდება რომ აი ციტატაც კი მახსოვს წყალწაღებულ ხავს მოკიდებულს ვგავარო ერთ-ერთი ადამიანი წერდა ის დღეს არის ლელოს ერთ-ერთი ლიდერი და იცავდა მაშინ კომუნისტურ არჩევნებს 25 მარტის არჩევნებს ძალიან არ მინდა მართლა მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური კონკურენტები ვართ ძალიან არ მინდა რომ ახლაც აი ამ ფარს დაუჭიროს კარგი დავბრუნდეთ ახლა ძალიან 90-იან წლებში რომ არ გადავიდეთ იმიტომ რომ ამ არგუმენტებს სხვადასხვა თქვენს ახსენეთ რომ ერთი მხარე აქეთ მხარის არგუმენტად მიიჩნევს თქვენ მეორე მხარეს და დავბრუნდეთ დღევანდელობაში მოდით იცი რა მაშინ რახან ესე არის მე მართლა დავინტერესდი და მაშინ თქვა აი თვითონ ზვიად გამსახურდია რას ამბობ და ესეც ხო შეიძლება ძალიან მოკლეა 1990 წლის 25 მარტს დანიშნული ერთპარტიული არჩევნები ანტიდემოკრატიულ პრინციპებს ემყარებოდა და ვერ გახდებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი სწორედ ამიტომ გამოუცხადეთ ჩვენ ბოიკოტი ამ არჩევნებს მაგრამ როდესაც ჩვენი ბლოკის ძალისხმევისა და აქციების მეუხებით მიიღეს ახალი საარჩევნო კანონი შესაძლებელი გახდა გამართულიყო თავისუფალი მრავალპარტიული და არასაბჭოური არჩევნები. ამაზეა ლაპარაკი. როდესაც ეს წინააღმდეგობის მოძრაობა წესებით თუ დაინიშნება როდესაც ეს წინააღმდეგობის მოძრაობა შეძლებს რომ შეცვალოს ის დრაკონული კანონები, გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები, როდესაც საარჩევნო კომისიაში იქნება წარმომადგენლობა, მაშინ ყველა მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. ბოლოსკენ მინდა ვიკითხო მეთოდები დაპატიმრების გარდა ჩვენ ნახეთ მართლაც თინა ბოგუჩავას მეუღლეზე შოკის მომგვრელი ამბავი რომელიც თინა მოყვა მცირეწლოვანი 2 წლინახევრის ბავშვების ბაღის მისამართით ზეწოლა და манипуლირება და მუქარა და ეს არის მეთოდები რომელსაც ახლა აქვს ადგილი პოლიტიკური ლიდერების მათ შორის მისამართით ბევრ ასეთ ისტორიას ჩვენ ალბათ ვერც ვიგებთ როცა ის რიგით მოქალაქეს ეხება და შეიძლება ბევრი ვერც უძლებს ასეთ წნეხს და არც ახმაურებს შესაბამისად ეს არის ასეთი სახელმწიფო წინააღმდეგობის რა რესურსი დარჩა საზოგადოებას ასეთ სახელმწიფოში მიუხედავად იმისა მაინც ვიტყვი რომ ეს საპოლიციო ცვლილებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას რომ არაფერია სამუდამო და ყველას მოუწევს საბოლოო ჯამში არა თუ ასვლა არამედ სამომავლოდ პასუხისგებლობის აღებაც ნაცემდა დასახიჩრებულ ადამიანებზე მხოლოდ წასვლა არ არის საკმარისი პასუხისგებლობა ძალიან კარგი შეკითხვა არის ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ როდესაც ერთ-ერთი ლიდერი ამბობს რომ მაგალითად სასამართლო ცირკია და მე ამაში არ მივიღე მონაწილეობას როდესაც 4 პოლიტიკური პარტია ამბობს რომ ეს პარლამენტი ცირკია და იქ არ მიიღება გადაწყვეტილებები სიმართლის შესაბამისად და არასახავს ქართული ხალხის აზრს როდესაც ხედავ თავნებობა ცალკეული მინისტრების პოლიციელების და ვახსენეთ ხო რამდენიმე მათგანი სისასტიკით გამორჩეული როდესაც ხედავ დღეს რომ პარლამენტის დეპუტატი ქალბატონი წილოსანი ამბობს რომ მე არ შემიმჩნევია რომელიმე ჟურნალისტზე თავდასხმაო და ვიცით რომ თქვენი ჟურნალისტი ფორმულა ჟურნალისტი როგორ უკნიდან მიპარვით იყო ლამის სასიკვდილოდ გამეტებული ამ შემთხვევაში პანაცეა ვერ იქნება ვერანაირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში გმართებს ყველას პოლიტიკოსსაც ჟურნალისტსაც საზოგადოების წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს რომ შეცვალოს ეს თამაშის წესები სანამ თამაშის წესები არ იქნება შეცვლილი საქართველოს ვერ მოახერხებს ამ იზოლაციის გარღვევას და ამავე დროს ჩვენ ქვეყანაში ვერ მოახერხებთ ისეთი მმართველობის შექმნას რომელსაც აქვს განცდა და ანგარიშვალდებულება თავისი ამორჩევლების მიმართ ახლა რაც ხდება ყველამ კარგად ვიცით ერთადერთი ადამიანი არსებობს ვის მიმართაც ანგარიშვალდებულები არიან თუ ბიძინა ივანიშვილი ეტყვის რომ ეს ასე არის მაშინ გადათქვამენ ყველაფერს თუ ბიძინა ივანიშვილი ამას არ ეტყვის მაშინ არაფერსაც არ შეცვლიან ხალხი აქ აღარ არსებობს ყველა ბერძნულ წყაროში არის ჩვენ ვართ ქვეყანა სადაც ხალხი ირჩევს თავის მმართველობას ახლა უნდა ვთქვათ საქართველოს აღარ არის ის ქვეყანა რომელიც თავის მმართველობას ირჩევს და გორაბერე
მერეჟეულის გზებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემატიკაზე საუბარი არის ისეთი ფარსი, ისეთი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების, რომ მე ვფიქრობ, არც ერთმა თავის პატივისცემელმა პოლიტიკურმა ძალამ ეს არ უნდა აკადროს ჩვენს ხალხს. დიდი მადლობა ნუგზარ წიგნო. ურმესი მადლობა.